მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით საქართველოს ეკონომისტთა მერვე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორებს, პროფესორებსა და ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს. ღონისძიების მონაწილეები სხვა აქტუალურ თემებთან ერთად იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის ეკონომიკური ეფექტები და გლობალური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, მდგრადი ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და ტენდენციები. ასევე განიხილავენ შრომის ბაზარს, დასაქმებასა და სოციალურ შრომითი ურთიერთობების საკითხებს. საქართველოს ეკონომისტთა ეროვნულ კონფერენციებს აქვს თავისი ისტორია და ყველაფერი იწყება ასე. 1918 წელს გამოვიდა პირველი ჟურნალი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში გამოვიდა, ეს იყო საქართველოს ეკონომისტი. გამოვიდა 1918 წელს სექტემბრის მეორე პარასკევს. აი სწორედ ეს იყო ინსპირაცია იმის, რომ 1999 წელს შევიკრიბეთ ეკონომისტები და ვთქვით, რომ შემოვიღოთ საქართველოს ეკონომისტის დღე და ეს პროფესიული დღე დავამტყიოთ სწორედ პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოსვლას და 1999 წლიდან ეკონომისტები აღნიშნავთ ეკონომისტის დღეს სექტემბრის მეორე პარასკევს. 2018 წელს, როცა შესრულდა 100 წელი ამ ჟურნალის გამოსვლიდან, გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე ყოფილიყო არა უბრალოდ ეკონომისტების შეხვედრა, არამედ ჩაგვეტარებია ეკონომისტების ეროვნული კონფერენცია. წელს არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავი იუბილე, საიუბილეო წელია და გადავწყვიტეთ ეს კონფერენცია მიუძღვნათ სწორედ მეცნიერებათა აკადემიის 85 წლისთავის იუბილეს. დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ახალციხიდან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია იქნება არანაკლებ წარმატებული ვიდრე წინა წლების. და საინტერესო რა არის, იცით, რომ ამ კონფერენციას ელოდებიან არა მარტო თბილისში, არამედ ელოდებიან რეგიონებში. თბილისში ჩამოდიან, ან სხვა რეგიონებში ჩადიან და საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა ქართულ ეკონომისტებს შორის. ასევე პოპულარული არის ეს კონფერენცია ქართულ სტუდენტებს შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტის ეკონომიკური და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის სტუდენტებისთვის, როგორც დოქტორანტებისთვის და მაგისტრანტებისთვის, ასევე საუკეთესო ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებიც ღებულობენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომისტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება. ღონისძიება ყოველ წელს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. ამჯერად კონფერენცია ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 16 ივლისამდე გაგრძელდება. გამოიცა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი პირველი ბიოგრაფიული ფოტოალბომი. მასში ასახულია ხელოვანის შემოქმედებითი ცხოვრება. 11 ივლისს ნოდარ მგალობლიშვილის დაბადებიდან 95 წლის თავი აღინიშნება. ფოტოალბომი სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. გამოცემის ავტორია ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნანა ჭრელაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ფოტოალბომი ხელოვანის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით შეიქმნა. ალბომი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ერთ ნაწილში ბატონი ნოდარი თავად გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ, ასევე გვიამბობენ მისი მეგობრები, კოლეგები, პარტნიორები, ოჯახის წევრები მასზე და ასევე არის ერთი ნაწილი, სადაც შევიდა სწორედ ის საუბრები, რომელიც მე მასთან მქონდა და ესეთი ფორმულირება აქვს ფრაგმენტების შეხვედრებიდან, იმიტომ რომ ეს საუბრები ძალიან ბევრია და მხოლოდ ნაწილია ამ ალბომში. ასევე არის ძალიან საინტერესო ფოტო ისტორიები, ისევე როგორც მისი თეატრალური მოღვაწეობის პროცესში, ასევე კინო, ასევე პირადი ცხოვრებიდან და ეს არის ერთგვარი შეჯამება ბატონი ნოდარის ცხოვრების. აუცილებლად უნდა თქვა, რომ ალბომში არის ესკიზები მისი შემოქმედებითი ცხოვრების და პირადი ცხოვრებიდან. ალბომს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის განსაზღვრა ერთმა ძალიან იღბლიანმა შეხვედრამ. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს ჩემთან ერთად სწავლობდა
ნინო ჩხიკვიშვილი, ძალიან საინტერესო ნიჭიერი ჟურნალისტი და მწერალი. იმხანად მან დაბეჭდა ნოდარ მგალობლიშვილზე თან ინტერვიუ და ჩვენ ამ თემაზე ძალიან ბევრს საუბრობდით ხოლმე და ერთხელ უთხარი რომ გულის ტკივილით რომ აი მე ჰაკიაცბა არ მინახავს თქო და ცოტა ხანში ნინომ ეს სურვილი და ოცნება ამისრულა და ბატონ ნოდართან შეთანხმებით მოვხვდი მასთან სახლში და ვნახეთ ჰაკიაცბა და სწორედ ჩვენი შეხვედრა პირველი შეხვედრა მის სახლში გაიმართა ეს იყო ძალიან სადა სახლი სადაც არც ერთი ფოტო არ ეკიდა მსახიობის კედლებზე და ჩემთვის მივხვდი რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანის ცხოვრებაში აღმოჩნდი და მათთან სტუმრობის დროს ყოველთვის მე ვიწერდი მათ საუბარს ბატონი ნოდარის ყოველდღიურ ცხოვრებას და 16 წლის მანძილზე დაგროვდა ძალიან საინტერესო მასალა ეს არის ძალიან ბუნებრივი ყოველდღიური საუბრები არის თეატრზე პირად ცხოვრებაზე და ერთ დღეს დადგა იმის აუცილებლობა რომ ალბომის არქივი ჩემი პირადი სივრციდან გასულიყო და მაყურებელს და მის თაყვანისმცემელს ენახა ეს მასალა. აღსანიშნავია, რომ ნოდარ მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი ფოტოალბომის წარდგინება 11 ივლისს გაიმართება. ღონისძიება სკოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. საზეიმო საღამოზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დიდი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებასა და იმ ფასეულობებს გაიხსენებენ, რომლებიც მან ქართულ კულტურას დაუტოვა. ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრში 17 საათზე დაიწყება. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. პროგრამა 46 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით სწავლების მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მზადყოფნისა და მედეგობის გაძლიერება. ამ ეტაპზე გადამზადება უკვე გაიარა 50-მდე საჯარო სკოლის დირექტორმა. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში ფარგლებში ახორციელებს ონლაინ ტრენინგებს 46 სამიზნე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებისათვის. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შესახებ და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებული ყურადღება ამ ტრენინგებზე მახულდება საგანგებო მართვის გეგმებზე, აღნიშნული გეგმების მნიშვნელობაზე და იმ პროცესზე თუ როგორ უნდა დაიწეროს საგანგებო მართვის გეგმები. ჯამში 150-მდე სკოლის დირექტორი გადამზადდება და აღნიშნული ტრენინგი დასრულდება ივლისის ბოლოს.